ზევადები სახარება კვლავ გვაძლიერებს სცენაში, კვლავ გვაძლიერებს და გვახსენებს იმას, რომ ქრისტე არის ძებთისა, სოცხალისა, რომ ქრისტე არის ის, რომელიც ევნო ჯვარს ეცვა, მოდგა და ერთით მესამე დღეს აღსდგა. ამიტომ ვინც ამაზე მეტი სასწაული არ შეიძლება იყოს. ეს არის სასწაული, რომელიც არც ერთ რელიგიაში არ არის და არცად არ არის ესეთი აღდგომის ნაირი სასწაული და ღმერთის მიერ ადამიანთან მოსვლის ასე და მისთვის ადამიანთან მოდგმისთვის, თავდადების, სიყვარულის, სხეულშეწირვის, თავგანწირვის და ადამიანებთან ღმერთის ახლობლობის ასეთი მოვლენა, ასეთი ღვთივ გამოცხადებული განგებულება, რომელიც მოგვეცა მიუწვდომელი ღმერთისაგან მისაწვდომად გახდა ადამიანისათვის პირადად ყველა ჩვენთაგანისათვის და ქრისტიანს ჩვენ შორის ვამბობ და ვამბობ არც და იყოს პასუხის თქო. აი ამიტომ ეს საოცარი განგებულება, რომელიც ქრისტემ მოგვიტანა თავისი აღდგომით, ამაღლებით, სულიწმინდის გარდამოსვლა და ყოველივე რაც შეიძლება ითქვას. ეს სასწაული არის სასწაულთა შორის სასწაული. აი ეს არის ის, რაზეც წინასწარმეტყველებდა იონა წინასწარმეტყველი. თვითონ მოვლენა მისი ყოფნა ვეშაპში 3 დღე ყოფნა და ასე შემდეგ. როდესაც წიგნობრებმა და ფარისევლებმა კითხეს ქრისტეს უთხრეს, რომ შენ ქრისტე ხარ, რომ გვიჩვენე ზეციური სასწაული და უთხრეს, მოძღვარო, გსურს სასწაული ვიხილოთ შენგან. მაგრამ იესო ქრისტემ უპასუხა, სასწაული არ მიგეცემა თქვენ გარდა იონა წინასწარმეტყველის სასწაულისა. ვინაიდან როგორც იონამ დაყო ვეშაპის მუცელში 3 დღე და ღამე 3, ასევე დაყობს ზეკაცისა ქვეყნის გულში 3 დღეს და 3 ღამეს. აი საიდან მოდის, ხედავ? ესე რამხელა წინასწარმეტყველება. ეს მთელი ძველი აღთქმა, ეს არის წინასწარ განგებულება, წინასწარმეტყველება ქრისტეს მოსვლაზე, მთელ ყველაფერზე, რაც სახარების თვითონ ფაბულაში არის, სახარების ტექსტში და სახარების თვითონ აი ამ განგებულებაში. და როგორც აი დღევანდელი სახარება გვამცნობს, რომ გარდახდა შაბათი და მარიამ მაგდალენელმა და მარიამ იაკობისმა და სალომე მიყიდესთან სასხეველი, რათა მივიდნენ და სხონმას და ნიად განთიანცა მას ერთ შაბათს მოვიდეს საფლავსა მასზე და მერმესა აღმოსვლასა უდენ მზისასა და იტყოდეს ურთიერთობას, ვინ გარდა გვიგოროსა ის ლოდი, რომელიც საფლავზე იყო დადებული, დიდი ლოდი, ვინ გარდა გვიგოროსა და მიხედეს და იხილეს, რამე თუ გარდაგორებული იყო ეს ლოდი. ანუ ანგელოზმა თავისი ძალით, ის კუთხევით, ანგელოზობრივი ძალით იქნა ეს ლოდი გადაგორებული და საფლავის კარი იყო ღია, შესასვლელი იყო ღია, ხო? და შევიდეს შიგნით და იხილეს ჭაბუკი მჯდომარე მარჯვენით კერძო, შემოსილი 60 სპეტაკით. აი ძალიან ვინ იქნებოდა ახლა ეს ხდები, ეს 60 ვინ იქნებოდა ჭაბუკი? ეს ანგელოზი ერთ-ერთი უმაღლესი, მათთან ახლო ან სერაფიმი, არქეროვი, კეროვიმი, არ ვიცი რომელი, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უმაღლესი რანგის ანგელოზი, შემოსილი სპეტაკის 60, ანუ მანათობელი 60-ით შემოსილი, ეს ცენტრი 60 შემოსილი, ეს საოცარი თავზარდამცემი ხილვაა. შეიძლება ვერ გაუსწროს ადამიანს ესეთი ნათელია, ანგელოზის ესეთი ნათელია. პირველი ნათელი ღმერთია, მეორე ნათელი ანგელოზებრივი იერარქია და მესამე ნათელი ადამიანთა სულები იყო. ადამიანთა სულები. ეს თავიცო პირველი 3 ნათელი. ერთი ანგელოზთა იერარქია და ადამიანური სულები. მაგრამ ადამიანს კიდევ სხვა უპირატესობა აქვს ანგელოზებთან შედარებით. თვითონ ქრისტე მოვიდა ადამიანად და ეს დიდი თემაა მაშინ. ამიტომ იხილეს და შეეშინათ, განხრდეს, შეკრდეს. მან უთხრა მათ, ნუ განხრდებით, გეშინიათ. იესოს ეძებთო ნაზარეველს, ხო იცის ანგელოზი ისეც და რატომ შევიდნენ ჯვარცმულსა? როგორ უწოდებს, ხედავ? ჯვარცმულს ეძებთო? ეს ერთადერთია კაცობრიობის ისტორიაში, რომ ჯვარს არავინ არცად არავისთვის არ ცნობდა, არც ერთ რელიგიაში მე ხარ შევეცდოს არ ვაყენებ, არ ვაკრიტიკებ სხვა რელიგიებს. უბრალოდ გამოცხადებულობა რაში არის აღდგომაში და ჯვარცმაში. არც ერთ რელიგიაში არცად ვერ ნახავთ, რომ ჯვარს ეცვას რომელიმე რელიგიური ლიდერი ჯვარს ეცვას კაცობრიობისათვის, ჯვარს ეცვას ევნოს, ასეთ შეურაცხყოფებით დაითბინოს და შემდეგ ეს ყველაფერი დამთავრდეს მტრეთით აღდგომით წარმოიდგინეთ. ეს არცად არის, იმიტომ რომ ქრისტიანობა ჭეშმარიტი ღვთივ გამოცხადებული რელიგია, რომ აქ არის ჯვარცმა სხვერპლად თავის შესწირა. ეს უკვე ადამიანური რელიგია არა, ეს არის ღვთაებრივი რელიგია, ღმერთის მოცემული.
სხვადასხვა რელიგიებში ადამიანური ცხოვრების ცხოვრობდნენ ლიდერები, ჰქონდათ რაღაცა თავისი დათხოვდა მნიშვნელოვანი მომენტები, აღარ შევეხებიან მსოფლიო რელიგიებს არ ვაკრიტიკებ, არავის უბრალოდ შედარებით აღარის ვაკეთებ. ყველა თავისი ადამიანური გარდაცვალებით გარდაიცვალა. არავინ არც ჯვარცმულა არავისთვის, არც დარი გაუცოცხლებია, არც მისთვის თვალი აუხელია, არც მუნჯისთვის აუმეტყველებია ვინმე მუნჯი, ან დაუშვი დაშპაკეული განიკუნავს და ასე შემდეგ. მეტი თუ ნაკლები რაღაცა მცირე რაღაცა რა თქმა უნდა ფენომენები იყო, მაგრამ ესეთი რამ რომ ჯვარს ეცვას მკვდრეთი დაასწრეს შემდეგ და ეჩვენეს 40 დღე ეცხადებოდა და ამაღლდეს ზეცა და სულწმინდა გარდამოვლეს ესეთი რამ ხონდა ღვთივ გამოცხადებული. ამიტომ არსებობს რელიგიები ღვთივ გამოცხადებული რელიგია ქრისტიანობა და დანარჩენები. ეს ახლა დიდი თემა შედარებით რელიგიო სოფლმეობას არ შევეხებ სოფლიო რელიგიათა და ასე შემდეგ. არ ვლაპარაკობ სექტებზე და სხვა. მაგრამ აი ამაში არის რომ თავარი რომ ჯვარცმულს ეძებთო? აჰა ადგილი სადაც დაზვეს იგი. წარვედი და უთხარით მოთაბეს და მისდაო და პეტრეს რომ აჰა ესე რა წინა გიზღვის თქვენ გალილეას მომიხილოთ იგი არ არის აქ. აქ გარი და გამოვიდნენ საფლავისგან და შევსუნებული იყვნენ და გაკვირვებული. და საოცარი ისაა რომ ამაზე მეტი სასწაული არ არსებობს კაცობრიობაში, რომელიც არის მკვდრეთი დაამდგომა. ამ სიტყვებით უფალმა წინასწარმეტყველა და საკუთარი სიკვდილი იონას შესახებ რომ წავეკითხეთ, საკუთარი სიკვდილი და 3 დღეში აღდგომა, რაც იყო მისი ღვთაებრიობის, როგორც აღნიშნა უცნობელი დასტური, ანუ ღმერთ ღვთივ გამოცხადებულებისა ქრისტიანობის. და როდესაც იესო ქრისტე ასწავლიდა ხალხს, ერთმა ქალმა ხმა აიმაღლა ხალხში და უთხრა ნეტარია მუცელი რომელმაც გატარა და ძუნძუნი რომელსაც სწოვი შემო ნეტარიის ხოლო იესო უპასუხა ნეტარ არიან რომელთა ისმინონ სიტყვა ღვთისა და იცავენ მას და დაიმარხონ იგი დაიცვალა. აი ვინ არის ნეტარი? ანუ რა თქმა უნდა ქრისტე რომ გადააქვს, ანუ როგორეულება რომ პასუხობს ღვთაებრივი პასუხით, ხო? ნეტარია ისიც რა თქმა უნდა ღვთისმშობელია, მაგრამ ძუნძუნი რომელსაც წავდა მუცელი რომელსაც ატარა, მაგრამ ის არის ნეტარიო ვინც ღვთის სიტყვას დაიმარხავსო, დაიცავსო, ისმენსო ჯერ, რომ სმენიდან ჩადის, ჩადის სმენიდან, თვალი არის თვალის, მაგრამ ყველაფერი ღვთის სიტყვა, დაძალილი თვალი, ხმევა, კითხვა, სიარული ჩვენი გადაადგილებები, როგორც ვაკეთებ, ყველაფერისგან შესამოსელი, ყველაფერი, ყველა გზნობით შეიმეცნება ღვთის განგებულება წირვალოცვაში, მაგრამ განსაკუთრებით ნეტარი არის ის, ვინც ისმის ღვთის სიტყვას, ისმენს, ჩადის ღვთის სიტყვა მის გულში და იცავს მას, უბრალოდ ისმინა და გაუშვა ერთი კვირიდან მეორეში კი არა, ისმინა და დაიცვა. მარტო ის არა, რომ მოვისმინე და ნუ კი ვეთანხმები, მაგრამ ეხლა არ შემიძლია მაცადე ვერ შევასრულებ ამას, ამას, ეს არ შემიძლია, ეს არ შემიძლია, არ შემიძლიათ რომ დაიწყებს ეხლა სხვა თემა ადამიანი. ეს არის ძალიან ცუდია. არათი არ უნდა დაიწყო, კით უნდა დაიწყო. ყველაფერში უნდა დაეთანხმო აზრით, სიტყვით, საქმით, ღვთის განგებულებას, ღვთის სიტყვას, რომელსაც ისმენ და შემდეგ ცდილობ, ხა იდეალურად შეიძლება არ გამოგივიდეს, მაგრამ ეცადო რომ აღასრულო. ნეტარ არის რომელიც ისმენა ღვთის სიტყვას და იცავენ მას. როდესაც იესო ქრისტეს ყოვლადწმინდა დედამ და მისმა ნაზარეთელმა ნათესავებმა შეიტყვეს მტრები ისეთ ცილისწამებს ავრცელებდნენ მასზე რომ მის სასწაულებსაც კი ეშმაკის ზალას მიაწერდნენ. წარმოიდგინეთ ქრისტეს სასწაულებს გაბოროტებულები იყვნენ რომ არ შეიძლება ყველაზე დიდი ცუდი ყველაზე სულიწმინდის გმობა რა სასოწარკვეთილება ღვთის გმობა და ასევე სულიწმინდის გმობა არის ის რომ ადამიანმა იცი რა არის კეთილი და ამბობ არის ბოროტი თეთრზე იძახი შავს აშკარად ხედავ ქრისტეს რომ იგი არის ღმერთი აკეთებ სასწაულს და ეუბნები ბოროტისაგან არა შენ სასწაული ვერ ბოროტი ანუ სიკეთეზე ბოროტება არის იძახი აი ეს არის ღვთის გმობა ეს არის სულიწმინდის გმობა ამაზეა ნათქვამი შეუქცევადია არის ცოდვები შეუქცევადი კაცი თუ მოყალი ვერ გადაწუხდა შეუქცევადია ეს არის შეუქცევადი ცოდვა იმიტომ რომ ნუ მე შემდეგ სხვა ტიპის ისინია მაქვს ეპიდემიური დიდი თემა მაგრამ შეუქცევადი ასევე სულიწმინდის გმობაც შეუქცევადი არც აქ მიეტევა არც იქ მიეტევა მაგრამ წინამორბედები მაინც ამბობენ რომ ღვთის იკონომიის განგებულებით მიზნით მაინც აქვს ადამიანის საშუალება რომ ესეც მოინანიოს არა არის ეს წინამორბედში განაყოფილდეს მაგრამ თითქმის შეუქცევადია სული თვითმკვლელობა
ანუ სასოწარკვეთილება, ესეც შეუქცევადი, ვერღარ ასწორებს ადამიანი, აღმოჩნდება ჯოჯოხეთში. შეუქცევადად გამოუსწორებელი, ვერ დააბრუნებ მას, ვერაფერს ვერ იცი. მაგრამ არის შეცდომები, რომლებიც დააშავა და შეიძლება მოინანიო, ხო? დააშავა მოინანიო. არის გამოუსწორებელი ცოდვა, ესეთი არ უნდა ჩაიდინოს ადამიანმა, რომ სულიწმინდა არ უნდა დაგმოს, არ უნდა თქვას სიკეთეზე ბოროტება და არ უნდა თქვას შავზე თეთრი და თეთრზე შავი. ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევება ადამიანებს, მაგრამ თავის თვალების შეგნებულად დაბრმავება და გაბოროტება, დაბოღმება და სულიწმინდის გმობა არ მიეტევება მას. შურისაგან როცა ამბობენ სიკეთეზე ბოროტება არის. ვინც იტყვის სიტყვას კაცის ზის წინააღმდეგ მიეტევება მას, ანუ ქრისტეს წინააღმდეგ, მაგრამ ვინც იტყვის სიტყვას სულიწმინდის წინააღმდეგ არ მიეტევება მას, არც ამ წუთის სოფლათო, არც საუკუნოს სოფლათო. ანუ არ მიეტევება მათ, ვინც აუგად მოიხსენებს სულიწმინდას, რაც გავიარეთ 70 წელი ღვთის გმობა არის, კერთაყვანისმცემლობის პრიმიტიული, ტოტემურ, ფეტიშური ფორმები გავიარეთ, ალბათ არის პირველ რაღაცა ველური ფორმები იყო რაღაც. და სულიწმინდის სასწავლებლო მოქმედებებს თუ მოიხსენებს აუგად, როცა უწყიან რომ ისინი აღსრულებული არიან სულიწმინდის მართვის, რადგან ასეთი ადამიანები თვითონ მოკლებული არიან სინანულის სულას და დაბრმავებულია სულიერ შეგრძნება და ვერ აღიქვამენ, ვერ იგებენ. რა არის კარგი და რა არის ცუდი. დიდი ცოდვა როცა ადამიანი ვერ არჩევს მარჯვენას და მარცხნას. ვერ არჩევს სიკეთეს და ბოროტებას, ამაზე მეტი სულიერი სიბრმავე არაფერი არ არის. და ყოველი სიტყვისთვის, გეტყვით თქვენ, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისთვის, რომელსაც იტყვიან კაცრი პასუხს აგებენ ისინი განკითხვის დღეს. და იმასაც კი ამბობენ, ესე იგი, რომ იმდენად თავხედები და იმდენად სულიწმინდის გმობელები არიან, რომ ქრისტეო, შენო ბოროტის ძალითო ასრულებო, ეშმაკის ძალით ასრულებო, ეშმაკებს განაგდებს, ეშმაკელობის განკვლევს, ლეგიონი განდევნა ეშმაკებისა და ესენი ეუბნებიან, რომ შენო სულიწმინდის შენ აკეთებო ამას, რომ ეშმაკის ძალით, წარმოიდგინე, ამდენად თავხედი და რამდენად აგრესიულად ბოროტი უნდა იყო, ასეთი რაღაცა თქვა, ხო? შეიძლება რაღაც სიკეთის მარცვალი მაინც ქონდეს, ასეთ რაღაც უნდა დაგმო, აშკარად გმო, სახეში უყურებ ქრისტეს და გმო, აი ეს რაღაც აკეთებ. და აუცილებლად თანამ ხმებს და ეშმაკის ძალას მიაწელინა. შეწუხდნენ და მოვიდნენ მას რათა დაეთანხმებინათ. შინ დასაბრუნებლად. ხოლო როდესაც ვიღაცა მოთხრა ქრისტეს, აჰა დედა შენი და შენი ძმები გარეთ დგანან. და სიტყვის საქმელად გეძებენ, რაღაცა უნდა თუ გითხრათ და გეძებენ შენი და ძმები. ნახეთ რას პასუხობს, იგივე ლეიტმოტივია, რაც უთხრა ნეტარ არიან ისინი, ვინც ისმინოს სიტყვა ღვთისა და იმართოს იქ და იგივე მსგავს პასუხს ეუბნება. იესომ პასუხად უთხრა, ნახეთ ორეულება. ვინ არის დედა ჩემი? ან ვინ არიან ჩემი ძმები? კითხვას უსვამს იქით საფერისფრო კითხვას. ნახეთ როგორ თაებრები ის არის პასუხი, ეს ადამიანის ის არ არის, კომის ნაყოფი. გაეშვერა ხელი და თითოეულ მოწაფეთაგან მოწაფეებისაგან და ესე მიუშურა თითი და უთხრა. აჰა დედა ჩემი და ჩემი ძმები, რადგან ვინც აღასრულებს ჩემი ზეციური მამის ნებას, იგია ჩემი ძმაც, დაც და დედაც. ხედავთ? ამხელა პატივი ღვთისაგან. ჩვენ თუ ღვთის ნებას აღვასრულებთ, ჩვენ ვართ ესე ქრისტეს ნათესავები. და ყოვლადწმინდა დედასთან და ნათესავებთან შეხვედრის შემდეგ იესო იმ დღესვე გაემართა გალილეის ზღვისაკენ. და აი ესეთი ჩვენ მინდა რომ ეს ნათესაობა ქრისტესთან დავაფასოთ, ვილოცოთ, ვეზიაროთ ხვალ სისხლ და ხორცის მიღებაზე მეტი რა ნათესაობა მინდა და ამ ნათესაობით ამ ღთაებრივი მადლით და წყალობით და ამ ღთაებრივი ჩვენს მინიჭებული საოცარი დაუმსახურებელი საჩუქარით, რომელიც არ ჩვენი მოღვაწეობისა, ღირსებისა თუ მომზადების მას შემდეგ გვეცდება, არამედ როგორც დაუმსახურებელი საჩუქარი ღვთისაგან ხვალ მივიღოთ ზიარება და გზა გაგვეცდა. რასაც ყველას გისურვებთ. მადლობა ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.